რომ ეს საბუთების სამართლებრივად არ იკითხება, ეს არის ბოროტების ქრონიკა და წარმოიდგინეთ რა აუგზალეს ლევან ხაბეიშვილის მამას, აი აქ პირდაპირ ასამბობენ რა, რომ ლევან ხაბეიშვილს აუგზალეს, რომ ვერ ნახოს თავისი არასრულწლოვანი შვილები, ვერ ჩაეხუტოს, ვერ ელაპარაკოს, ხო, მამა არის, ხო? ეს მას აქამდეც აკრძალული ჰქონდა. აქამდეც აკრძალული ჰქონდა და გაუგრძელეს ახლა. ხო, აი წარმოიდგინეთ არასრულწლოვანს ახლა ჭირდება, ხო, ლევან ხაბეიშვილს როგორც მამა რომ ჩაეხუტოს, რაღაც რჩევა მისცეს, დარიგება მისცეს, ხო და აი სუსი იყენებს თავის უფლებამოსილებას ბოროტად და აი ამ რაღაცა ნადღავნი საბუთებით ცდილობს რომ ეს ყველაფერი ლევან ხაბეიშვილს წაართვას. რა მიზანი აქვს ამას? მიზანი არის რომ მაგიტომაც დავარქვი ხო ამ ნაწერს ხო რომ ბოროტება ეს არის წამების ერთ-ერთი მაგვარი ხო მამას რომელიც ყველა გამოკეტილია ხო ლევან ხაბეიშვილი ხო პირველად საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში პირველად პოლიტიკოსი დააკავეს პოლიტიკური სიტყვის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო არის დაკავებული ხო და მე თუ ჩვენ კარგად გავიხსენებთ ხო ლევან ხაბეიშვილზე რაც მაგალითად გააკეთეს მე ის გავრცელეს ხო სხვადასხვა პოლიტიკოსებზე ხო ეხლა ხას რომ ბრალი წარუდგინეს თუმცა მანამდე მიხეილ სააკაშვილს აუკრძალეს დარეკვის უფლება შვილებს კი ნახულობს მაგრამ მასთან დეპუტატებიც ვერ შედიან აი ლევანთან როგორ არის კი მაგალითად ლევან ხაბეიშვილს ყველაფრის უფლება აკრძალულია ხო ვერ ნახულობს თავის არასრულწლოვან შვილებს ვერც ერთი სტუმარი ვერ შედის არ აქვს არაფრის უფლება არ აქვს აი წარმოიდგინეთ მაგიტომაც ვამაყულებთ ხო ყურადღებას რომ სხვა რამეზე არ არის საუბარი აქ არის ხოლმე არასრულწლოვან შვილებზე რომ მამამ არასრულწლოვანი შვილები ნახოს რა მაგრამ სამართლებრივად რა არის იცით აქ ძალიან მნიშვნელოვანი წარმოიდგინეთ რომ 9 დეკემბერს ქონდა ლევან ხაბეიშვილის პროცესი დიახ სულ შეეძლო რომ აღნიშნულ ანუ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა სრულდება 9 დეკემბერს კი 9 დეკემბერს უნდა გქონოდა ჩვენ წინასწარი პატიმრობის გადახედვა მაგალითად რომ აკვეთი ღონისძიება შეიცვლებოდა ჩვენ რა თქმა უნდა დავაყენებდით რომ შეცვლილიყო აკვეთი ღონისძიება და აღარ ყოფილიყო პატიმრობა და სულ სწორედ მაგამდე უნდა გაეგრძელებინა თუ უნდა აბა რა იცის მაშინ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ხო მაგრამ გონივრული ეჭვი ჩდება აქამდე რომ სუსმა ეს ყველაფერი გააგრძელა ორი თვით აქ რო ჩდება ანუ გაუგრძელა ავტომატურად პატიმრობა კი ანუ სუსმა პირდაპირ და მიიღო გადაწყვეტილება გადაწყვეტილება და ანუ სუსმა ფიქრია სიქტურაშვილი არის ახლა სუსი გამ კი და რატო არის წარმოიდგინეთ ანუ რა ხდება ლევან ხაბეიშვილის აღნიშნულ საქმეში ხო ფიქრია სიქტურაშვილმა რომელიც პირველ მოსამართლედ გასცა განჩინება რომ ლევან ხაბეიშვილი დაეკავებინათ მე აკვეთი ღონისძიება ისევ ამ მოსამართლე შეუფარდა და არ დაგვაუწყეს ხო ეს მოსამართლე ვინ არის ხო მისი მეუღლე არის სუსის მაღალჩინოსანი და დღეს სუსმა სასამართლოს არც დაელოდა წინასწარ ეს ქრონიკები ეს დანაშაულის ქრონიკები იურიდიულად ახლა თუ გქონიათ მსგავსი პრეცედენტი და რა კაზუსებს შეიცავს ეს დადგენილი. ანუ ძალიან სასაცილო არის, ჩაი მართლა ალალად გეუბნებით, აქ რაიმე იურიდიულზე საუბარი, ან რამე კაზუისტიკა. სამართლებრივი. არა, ვერ გესაუბრებით რა. ეს პირდაპირ არის ბოროტების ქრონიკა. როგორ შეიძლება, აი მაგალითად, აი შვილთან კონტაქტი აუგზალო და მე იქ ჩაწერო თითქოს შვილით რამე დანაშაული ქმედებები არის, შვილთან ნახვა, ანუ შვილის ნახვა არის. ქართულებისთვის დანაშაულია, როცა შვილი ოჯახი და ყველაფერს დანაშაული შეუძლია თუ დაარ ხო თავეთი სრუსამართალი ყავთ პრემიერი ღარიბაშვილი რომელმაც მილიონები მოიპარა მაგრამ ის გირაოთი არის და პოლიტიკოსი რომელიც ხოლმე პოლიტიკური დაპირების გამო სიტყვის გამო არის დაკავებული მას იმასაც კი უგზალავენ რომ თავის შვილები არასრულწლოვანი შვილები ვერ ნახოს ძალიან საინტერესოა ლაშა რა სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამას ექვემდებარება თუ არა გასაჩივრებას რომ მოიხსნას მსგავსი ტიპის შეზღუდვები რას აპირებთ როგორი იქნება წარმოიდგინეთ აღნიშნულ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ შორს ვერ წავალთ. იმიტომ რომ ერთი ხრივი კლანის სასამართლოა და პირდაპირ სუსის დავალებას ასრულებს ყველა ხო? ჩვენ როგორც ნახეთ ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიული სიმართლისთვის, ნამდვილი სიმართლისთვის. რა თქმა უნდა, ევროპულ სასამართლომდე მივა და დარწმუნებული ვარ, ევროპულ სასამართლოში დადგინდება აუცილებლად, რომ ეს იყო უფლებების დარღვევა. აი მარტო ერთ მაგალითს ისევ გავიხსენ, აი ყველაფერს რო შევეშოთ. რომელმა მოსამართლემაც განჩინება გასცა დაკავების, იგივე მოსამართლე მეორეჯერ განიხილა ლევან ხაბეიშვილის აკვეთი ღონისძიება. ანუ ეს უკვე არის დარღვევა და რამდენი დარღვევა არის ხო ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის უფლება შეუზღუდეს ხო 6 საათის განმავლობაში ჩვენ არ გვაძლევდნენ უფლებას რომ ლევან ხაბეიშვილი გვენახოს ხო და პირველი პრეცედენტია კიდევ ერთხელ განმეორდები სიტყვის გამო პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გამო დაეჭირათ ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი მართლაც სამართლებრივი უზუსტობასაც ვერ დავართ სამართლებრივი აბსურდი ლევან ტყაშელაძე იყო ჩვენი სტუმარი და შემოგვიერთდება ახლა საბაბუაძე რომელიც